სინდისის პატიმრის არჩილ მუსელიანცის მხარდასაჭერად მოქალაქეები ამ წუთებში პატიმრის მშობლიური რაიონისკენ დაბა კაზრეთისკენ მიემართებიან. სიმბოლურ აქციას გამართავენ და დემონსტრანტს, რომელიც სასამართლო მციხეში 4 წლით გაუშვა, სოლიდარობას გამოუცხადებენ. მისი გამამტყუნებელი განაჩენი 22 აგვისტოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. მას რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერების დაზიანებას ედავებიან. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციას უერთდებიან სინდისის სხვა პატიმრების ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილზე გაზეთებსაც დაარიგებენ, სადაც პატიმარი დემონსტრანტების წერილებია თავმოყრილი. ვაპირებთ წავიდეთ მის მშობლიურ მხარეში, კაზრეთში, რადგან ისიც არჩილს უკვე მიუსაჯეს, ისიც თან სტუდენტიც გახდა, ამისთვის გვინდა მოვინახულოთ კაზრეთი. პარალელურად უნდა შევიაროთ საქმეში და გავაპროტესტოთ მისი აფეთქება. მიგვაქვს გაზეთები, წერილები ციხიდან, ზვიადის გაზეთი და გავაცნობთ მოსახლეობას. მინდა ასეთი პირადად მე მივიდე იმ ეზოში, იმ კორპუსში, სადაც გაიზარდა არჩილი.